გამარჯობოთ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარხნო. ესეთი თოფია, რომ აი ესე უნდა გედოს მხარზე. ან ცხენზე უნდა კონდეს ჩადებული. აი ეგეთი რაღაცაა. აი ესე იტენება აქედან რა. სმიტი და ვესონია სპრინგფილდი ამერიკაშია დამზადებული, აქ აწერია. მოდელი 1854 წლის მოდელია, როდინდელია 44 რემინგტონ მაგნუმი ტყვია. და ტყვიას გაჩვენებთ. ტყვია არის აი ესეთი. ანუ შტაბეჭდილება რო შეგექმნას ეს რა არის? გაჩვენებთ ლუგერის 919-იან ტყვიას და მერე გაჩვენებთ ამის ტყვიას. ნახეთ რამხელა რაღაცაა რა. ეხლა ამას რბილი თავიანია, მაგრამ შეიძლება თავი კონდეს მთლიანად აი ესეთი რა, იმისგან გაკეთებული რა ქვია. სპილენძისგან. ეხლა ეს არის რბილი თავიანი და ბრტყელი, ანუ მოხვედრისას ძლიერი კინეტიკური ძალა აქვს და ბევრი დენთიყრია და სერიოზული ისა აქვს რა ქვია. მოხვედრა და რავი, სპილოს რო ესოლო ერთ ადგილზე დააგდებს. მოდი ეხლა თოფზე ვილაპარაკოთ. თოფი არის უნიკალური თავის კლასში, იმიტომ რომ რო თქვა რომ კლასიკური თოფი არა, ვესტერნებში გინახიათ. ეხლა წარმოიდგინეთ რომ გამოდის 1854 წლიდან თვითონ ეს მოდელი და მიდის კალიბრები იცვლება, მასალები იცვლება, მაგრამ აი ეს ყველაფერი დარჩა რა. გადატერვა ხდება ესე, აი ამაში ხელს გაუყრით. დაბლა ჩამოწევთ, ეს უკან გამოვიდა, გაიღო, უკან აწევთ, ჩაიკეტა. მეტი არაფერი არ უნდა და პირდაპირ ისვით. ეს უნდა თქვა რა, ეგ არის საინტერესო რაღაცა მომენტი. აი ეს ნახეთ როგორ ქანაობს რა, ფამფალებს მომდი ეგრე ვთქვათ. პირველად ვნახე იარაღში რომ ესე აკეთებდეს. გაფუჭებული არ არის, თვითონ ქარხნად არის ესე. რა გასვლა ხდება. ანუ არანაირი მოკაჩო არ უნდა. პირდაპირ არის გაჩერებული იარაღი, რომ გამოწევთ ვარ და ეგრევე ისვრის. ეხლა მოდი კიდე ამის უცნაურობებზე გავუაღრწევ. უცნაურობებზე როგორ ესეთი იარაღია რა. ვიცი რომ ბევრს მოგწონთ ესეთი რამე. ცალი ხელთო ტენია ხოლმე და რაღაცა ვარ გიჩვენს. იმიტომ რომ პატარა კალია სქელირულ აქვს, შეხედეთ, რამსის კედლები აქვს. წონით იქნება 3 კილოზე მეტი რა. ვაზნების გარეშე. 9 ვაზნა მიდის. ჭიჭი, აი ეს ქვემოდან რაც არის მილი მჭიდია. აი ესა. ესეთი მჭიდია და ამაში ლაგდება ტყვიები. ეს შეგიძლია თქვათ თუ აღარ გინდა თქვათ რაღაცა ტყვის გამოღება გინდათ, ეს მჭიდი გამოიღოთ. ისე გადმოყაროთ შეგინდათ ტყვიები. თუ არა და იყოს აი ეს იკეტება, ასე რომ აქედან რომ გამოორდეს შანსი არ არის. დატვენვა ხდება აი აქედან. ანუ ტყვიას ამოიღებთ. ამას ჩააწვევით და პირდაპირ შეაგდებთ. შეგიძლიათ გამოიღოთ და მჭიდი ცალკე დატენოთ, მაგრამ აქედან თუ გინდათ იტენება აი ესე. აქედან მიაწვევით გვერდიდან და ჩადის. პიკატინის თამასა უყენია. დიოპტრული სამიზნე აქვს, აი ესეთი უკარგვალი. და სამხედრო იარაღისგან განსხვავებით თვითონ ეს დიოპტრული სამიზნე, თვითონ ეს რგოლი რაშიც უნდა გაიხედოთ. არის დიდი რა. ანუ გახედვის შემთხვევაში სამხედრო თოფებზე ან ტაქტიკურ თოფებზე ხო არის ორნაირი, არის ვიწრო და განიერი. ეს არის პირდაპირ განიერი. ანუ სანადირო თოფია რა. რაზე უნდა ენადიროთ არ ვიცი, მაგრამ ამხელა ტყვით, მაგრამ სანადირო თოფია. მე პატრონი იძახის რომ მაგარი სასწორია, იმიტომ რომ მაგეუნეთ მძიმეა რა, რაც უფრო მძიმეა თოფი დიდ კალიბრზე, უფრო სტაბილურია რა, რაღაცა ყევები და რაღაცები არ აქვს. ორ ვარიანტში გამოდის პლასმას და ხე ეს არის პლასმასი. უკან კაუჩუკი აქვს და სმით ვესონის ისა აქვს, სმიტის და ვესონის ემბლემა აქვს. აი აქ წინ ჭრილები აქვს, შეგიძლიათ დააყენოთ პიკატინის თამასა, აი ამებზე, სამივე მხრიდან.
მეოთხე ზემოდან თვითონ უკვე მოყვება, მაგრამ აქედან თუ გინდათ ფანარი დააყენოთ, ლაზერი ან რაღაცას დამონტაჟება მოგინდათ, შეგიძლიათ აქედან გააკეთოთ. მაგის საშუალებას იძლევა. ნაცისფერია დაფარვა და არის ძალიან მაგარი, ანუ ხელს უსმევთ, არის სასიამოვნო, თვითონ პიკატინის თამასას ისეა გაკეთებული, რომ კუთხეები და მჭრელი რაღაცეები არა აქვს, რაღაცაზე წამოკედოს, ეგეთი რამე არა აქვს. აქ მცველზე არ ადგება თუ გადმოწეული არ არის. ახლა ხო გადმოვწიე, ფეხზე შევაყენე და მცველზე დავაყენე. რო გამოვწიო, გაისროლა, მაგრამ არ მივიდა ბოლომდე, ანუ იქ რკინის ხირია. გასვლის შემთხვევაში აი ჩაკუჩი იქამდე ვერ მიდის. ხედავთ? რო გავწიო, დაარტყას, აი ეხლა ხო ჩავიდა ბოლომდე. გავკეტე, გავისროლე, აი აქ მივიდა. ანუ ეჭხირი ფიზიკურად კეტავს თვითონ დამბრტყმელი მექანიზმის იმას, რა ქვია, ფეხს. აი ყოველგვარი რაღაცა ღალატების გარეშე მიაწევით იჭხირი გამოვიდა და უბრალოდ ვერ მივა იქ რა, აი შემთხვევით გამივარდა და რა მეგეთი რამები ამ ტოპზე არ მოსულა. ასე რომ ეგ ძალიან მახარებს. დანარჩენი რა თქვა, აი აქ აქვს საკიდი ერთი, მეორე საკიდი აქ, აი აქ. უნდა ამის ფასი 4800 ლარია. ოღონდ არ ვიცი სად იყიდება რა. ო კიდე რა უნდა თქვა, ჩვენ არავინ არ გვეხმარება, არც ერთი მაღაზია, არანაირი სპონსორი არ ყავს, მარტო თქვენ გვეხმარებით, აი ვისაც თოფი გაქვთ იარაღი. შემოგვეხმიანეთ, ძმებო, დებო, რავი, ამოვიდეთ, ვისწავლოთ, თან კიდე გავამდიდოთ ქართული YouTube სხვადასხვა იარაღით. მოდი ახლა ვისწავლოთ. თოფი აი სამიზნეა ჩამოკიდებული აი იქ. ამ სისტემის იარაღის განხილვა ჩემახსი არის პირველი. ანუ ესეთი რამე არ მქონია. მოდი აბა ვნახოთ. დავტენოთ. ესე. სულ ახალი თოფია და ჩატვენოს თავისი რაღაცა სპეციფიკა აქვს. ეს. გადავტენოთ. გამოვიდა და ეხლა აი ახლა ჩვენი ამოვიდა ზემოთ და ამას უკვე გამოვხაჭავ შეიტანა ლულის არხში. სოლისას ყურები დაიცავით ხოლმე. თოფი შეყენებული მაქვს. მოდი ვნახოთ თვითონ შეგრძნებები როგორი აქვს თოფს და თუ გავმარტყავს საერთოდ რამეს. აი, ნახე. აუ, ამის გაკეთება სულ მინდოდა რა. ეს. მოდი ახლა წავიდეთ, ნახოთ. ახლა გეტყვით რა ხდება. ხო ნახეთ რა მხედა ბუთხუზა ტყუებია. ყევა ქონდა, დარტყმა ქონდა მინიმალური, რომ ხარზე მივიდე და რაღაცა. როგორ გითხრათ რა, 12 კალიბრიან თოფს რო ისვრით, მაგის მეოთხედი დარტყმა აქვს თვითონ თოფს რა. უკან. უკუცემაზე ვიძახე რა დარტყმა რა. ესე რომ აბილია. გონის ყველაფერს ავაცილე. არა, ერთი ცალი გავარტყი. ერთი ტყვია მოვარტყი. ნუ ჩემი განხილვა ხო არ არის, ჩემი ბრალია. მithumetes ესეთი რამე არ მისროლია პირველთვისოლი. რა უნდა მეთქვა? კონდახი აქვს მოკლე.
ანუ მე ხელები გძელი არ მაქვს და რომ იდებ ძალიან ახლო ეს უყოლაფერი რა. ეთი აი ამ ხელათი მეტი რო იყოს, კაი იქნება. იყიდება კაუჩუკის უკან მისამაგრებლები დაამაგრებთ ამაზე და ძალიან მაგარი თოფია შესახედავად. სახმარად რა ვერ ულა გააცხელა. აი ამაში ულა გააცხელა, აი. რომ მივაყარე 3 ტყვია. ნუ მივაყარე უკვე ამ იარაღისთვის ითვლება რომ მივაყარე. ხო და შტაბიჭილი მაქვს ძალიან კარგი. მაგ ფასში ახლა რაც ესაღებს. ბევრი იტყვის რომ ვიყიდიდი M4-ს ან რაღაცას. არა კიდე ერთხელ თქვი ეს არის უკვე მოყვარულზე რა. აი ესეთი რაღაცა ვისაც გიყვარს. ეხლა ესო ჩემი იყოს დავждები ვისვრი ბოლო-ბოლო 40 ტყვიას და დავამუღავებ სანდავესო და როგორ უნდა დაუმიზნო. ერთადერთი აი კიდე ერთხელ ვიტყვი რა. აი არ ვიცი ეს როგორ აჩას, აი ეს არის ძალიან განიერი. ანუ რო გაიხედებით, წორილი ზოლი ჩანს და მე სამიზნე ჩანს წინ ძალიან გამოკვეთილად, რაღაც ოქროსფერისაა, აი ეგ. ყორა. შუაში უმიზნები, შეიძლება დაბლა მიაქვს, არ ვიცი. ნახე მიწა როგორ გათხარა. დაბლა მიაქვს, იმიტომ რომ ან მე ვისწავლე დაბლა რა. ეს გამხმარი ხიარი და აქ მოხვედრილი არცად არ არის. ანუ ერთი აქ მოხვდა ორმა დაბლიდან გაუარა. ნუ ეგ არ აუშავს. მოკედ მეგობრებო, თუ ვინმე დააპირეთ ამ თოფის ყიდვა. აი ესეთი თოფია, სმითი და ვესონი. სპრინგფილდი, აუ ძალიან მაგარი რაღაცაა რა. მოდელი 1854 წლის. მოკლედ მეგობრებო, წავქეზდი და იგეთი რაღაცის გაგება. ტყვიები რახან მქონდა მაგის საშუალება. ეხლა ყველა ტყვია დევს მთელი მჭიდი სავსეა და აი ინდიელების შემოსევა და რაღაცა რო იყო თუ რა ვიცი, წინ ჩალიჩოვდა ინდიელებს რაღაცები წერტვით არ ვიცი, მაგრამ მოგერების ამბავში სულ მინდოდა ამის გაკეთება და ნახოთ ეს როგორ თელი ჭიდი მივაცალე. ანუ თუ ვიღაცა ესე შემორმენაზე არიან, შეიძლება ცხენებით ან ბევრნი, ხინდან ჩამოუღებლად შეგიძლიათ ეგრე მიაყარო და სუყოლანი გაანადგუროთ. ბატონო ვანო, ინდიელები განადგურებულები. მოკლედ მეგობრებო, აი ეს თოფია, დღეს ამას იგით ქართულ YouTube-ში ამის განხილვაცად ეს. კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.